მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნათია და მინდა გესაუბროთ წიგნებზე. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, რომელსაც საჯაროდ ვდებ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უბრალოდ ტელეფონით ჩაწერილი ვიდეო, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, ვიცი რომ ის ვერ იქნება ესეთი ხარისხიანი და პროფესიონალური, ამის გამო მინდა წინასწარ მოგიბოდიშოთ. პატარა ვიდეოების ჩაწერა წიგნებზე დიდი ხანია მინდოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნს აღმოვაჩენდი, სულ მინდოდა, რომ ასეთი წიგნები გამეზიარებინა ადამიანებისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო წიგნები, რომელიც რაღაცას გვასწავლის, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს, რადგან დროთა განმავლობაში ასეთი წიგნები შეიძლება სრულად მიივიწყოს საზოგადოებამ და ისინი შეიძლება საბოლოოდ სულ დაიკარგოს. ხდება ისეც, რომ გარკვეული დრო და გარემო პირობები ამა თუ იმ წიგნს ისევ სცემს აქტუალურობას, მაგრამ ესეც გარკვეულწილად დამოკიდებულია მარკეტინგზე და ჩვენ კარგად ვიცით, რა დიდ როლს თამაშობს მარკეტინგი ყველა პროდუქტის პოპულარიზაციაში და მათ შორის წიგნებიც არ არის, რა თქმა უნდა, გამონაკლისი და ესე თუ ის წიგნი შეიძლება ისევ აქტუალური გახდეს, მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი რჩება მარკეტინგის მიღმა და ძალიან დასანანია თუ ასეთი წიგნები დაიკარგება. წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, თქვენ ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის წიგნების კითხვა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის ალბათ ის, რომ წიგნები გვივითარებს წარმოსახვის უნარს და გვძენს გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ თვითონ გავიაროთ, თუ რაღაც წიგნები გვაქვს წაკითხული ამ თემაზე, ეს აუცილებლად აღვიქვავთ შემდეგ ამ ამბავს, როგორც საკუთარ გამოცდილებად და ზუსტად ერთ-ერთმა ასეთმა წიგნმა, რომელიც ბოლო პერიოდში წავიკითხე, გადამაწყვეტინა ამ ვიდეოს ჩაწერა, ანუ პირველი მცდელობა. ზოგადად მე ძალიან მიყვარს დისტოპიური შინაარსის წიგნები, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი გვიყვებიან არა მომავალზე, არამედ თანამედროვეობის შიშებზე და მათში აღწერილი თითქოს შორეული სამყარო სინამდვილეში აწყოს სარკეა. ამიტომ პირველი წიგნი, რომელზეც მინდა დღეს გესაუბროთ, არის ევგენი ზამიატინის ჩვენ. თვითონ ეს გერმანულ ენაზე წავიკითხე ეს წიგნი, ასე გამოიყურება, მაგრამ დაგუგლე და არის ქართულ ენაზეც. შეიძლება წაკითხულიც გაქვთ, მაგრამ ისიც არ გაქვთ წაკითხული მათთვის. ეს წიგნი, რაც ყველაზე საინტერესოა, შეგვიძლია მივიჩნიოთ მართლაც ამ ჟანრის წინაპრად, ისეთი დიდი წიგნების წინამორბედად, როგორიც არის ჯორჯ ორველის 1984 ან ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო. ანუ ის წიგნები დაიწერა ჰაქსლიმ დაწერა 1931 წელს, თუ არ ვცდები, ჯორჯ ორველის 1984 დაიწერა 1946-48 წლებში და ზამიატინის ჩვენ დაიწერა 1920 წელს. და ესეთი დიდი მწერალი, როგორიც ორველი იყო, დარწმუნებული იყო, რომ ზამიატინის ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად ჰაქსლის შემოქმედებაზე და ის ძალიან წუხდა იმაზე, რომ ამ წიგნმა ვერ მიაღწია მკითხველამდე. ავტორის მიზანი არ ყოფილა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის კრიტიკა, ზამიატინი თვითონ იყო სოციალისტი და ეს ჯერ კიდევ ლენინის პერიოდია და მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, სტალინის დიქტატურაზე, ვერ ეცოდინებოდა ვერაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესეთ შინაარსის წიგნია, რომ ეს წიგნი მაინც იდეოლოგიურად მიუღებელი იყო იმ პერიოდის საბჭოთა კავშირისთვის და ეს გახდა ცენზურის მსხვერპლი და არ დაიბეჭდა რუსეთში.
მაგრამ წიგნმა გააღწია საზღვრებს გარეთ და 1924-25 წლებში ის პირველად დაიბეჭდა ლონდონში, ინგლისურ ენაზე, შემდეგ საფრანგეთშიც და თვითონ ზამეტინი 30 წლების დასაწყისში თვითონვე გახდა ფაქტობრივად ამ სისტემის მსხვერპლი და მოუწია მიგრაციაში წასვლა საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, სადაც ის უკვე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მისი წიგნი რუსეთში გამოქვეყნდა პირველად 1988 წელს. თვითონ წიგნის შინაარსზე, რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის მოქმედება ხდება შორეულ მომავალში, ჩვენი წელთაღრიცხვის 26 საუკუნეში, კაცობრიობამ ძალიან დიდი ომების შემდეგ შექმნა სისტემა, რომელსაც ეწოდება ერთიანი სახელმწიფო და რომელიც იმართება ერთი ადამიანის კეთილისმყოფელის მიერ და სადაც ადამიანებს ფაქტობრივად სრულყოფილად აქვთ ინდივიდუალურობა დაკარგული, ისე რომ მათ სახელებიც კი არ აქვთ, სახელების ნაცვლად მინიჭებული აქვთ ნომრები და ყველაფერი არის გარშემო გამჭვირვალე. სახლებიც კი, სახლებს აქვთ შუშის კედლები და ეს კეთილმსყოფელი წყვეტს ფაქტობრივად ყველაფერს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როდის უნდა დაიძინოს, როდის უნდა გაიღვიძოს, რა ჭამოს, როდის შეისვენოს და ადამიანები არასდროს არ არიან მარტო თითქმის, გარდა როდესაც მათ ძინავთ, სახლში არიან. შესვენებაზე სეირნობის უფლებაც კი არა აქვს მარტო ადამიანს, ისინი ყოველთვის დადიან ორწყვილად, 4 ადამიანი. ეს ალბათ ერთ-ერთი მექანიზმია კიდევ იმისი, რომ ადამიანები ამით ერთმანეთს აკონტროლებენ, აკვირდებიან და რა თქმა უნდა, ესეც სისტემის ერთ-ერთი ხელსაწყო იყო. და არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი სხვა შეზღუდვებიც. მაგალითად, რომ ავიღოთ, ქალებს არ აქვთ უფლება გააჩინონ შვილი, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს და თუ ქალმა მაინც გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაშინ ის სიკვდილით ისჯება. და უამრავი კიდევ ასეთი შეზღუდვა. ეს ერთიანი სახელმწიფო, ეს კეთილისმყოფელი თვლის, რომ ბედნიერება და თავისუფლება უბრალოდ ერთმანეთთან შეუთავსებელია. ისინი ამბობენ, რომ ადამიანები სამოთხეში იყვნენ ბედნიერები, მაგრამ მათი უმეცრების გამო მათ აერჩიეს თავისუფლება და ამის გამო ისინი განიდევდნენ ველურ სამყაროში, დედამიწაზე. და ამ ერთიანი სახელმწიფოს, ამ სისტემის მიზანია, რომ ადამიანებს დაუბრუნოს ბედნიერება და ამისათვის აუცილებელია, რომ ადამიანებს წაართვას თავისუფლება. ყველაფერი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდება, ეს არის წარმოდგენის უნარი, სიყვარული, ფანტაზია, ითვლება დაავადებად. თუ ორ ადამიანს სექსუალურ ურთიერთობას სურს ერთმანეთთან, ისინი ავსებენ გარკვეულ ფორმულარს, უგზავნიან ერთმანეთს და თუ მეორეც თანახმა ამაზე, მაშინ ისინი ხვდებიან ერთმანეთს და აქვთ უფლება, რომ 1 საათის განმავლობაში თავიანთ შუშის სახლში ჩამოაფარონ ფარდები და ამ 1 საათის განმავლობაში რაღაცა ინტიმური გარემო შეიქმნან, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხულია ყველანაირი გრძნობა, ოცნება, რაღაც ერთად ყოფნა, ერთად ცხოვრება და ასე შემდეგ, ასეთი რაღაცები ამ სისტემაში, რა თქმა უნდა, არ ხდება. ამ წიგნის მთავარი გმირი არის მამაკაცი, რა თქმა უნდა, მას აქვს ნომერი მინიჭებული D503, ასე ქვია მას. ეს არის ინჟინერი და ამ ერთიანი სახელმწიფოს ძალიან ერთგული მისი პრინციპების დამცველი და ასე ვთქვათ, წესიერი მოქალაქე და ის ხვდება ქალს, რომელიც მას გაუღვიძებს ადამიანურ გრძნობებს, ნებას, ფანტაზიას და აწყებინებს ოცნებას. ეს D503 ხდება საბოლოო ჯამში, რომ ყველაზე სრულყოფილი მანქანაც და ფორმულაც კი, რომლითაც მას ასე სჯეროდა ამ დროის განმავლობაში, ვერ სპობს ადამიანში წარმოსახვის უნარს. და რომ თავისუფლებისათვის სწრაფვა ყველა ადამიანში ფაქტობრივად დაუმარცხებელია.
და ის იხლიჩება ამ ტოლვასა და ვალდებულებას შორის. ანუ ერთის მხრივ მას ძალიან უნდა, რა თქმა უნდა, ამ ხალთან ერთად ყოფნა, მასზე ოცნებაც, მაგრამ მეორეს მხრივ მან იცის, რომ აქვს ამ სახელმწიფოსადმი გარკვეული ვალდებულებები, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევა. და საბოლოო ჯამში, ის ფიქრობს, რომ ეს არის დაავადებული, მას როგორც სისტემა მას დააჯერა, ეს არის ავადმყოფობა, როდესაც იწყებ ადამიანზე ფიქრს, როდესაც იწყებ ოცნებას, ეს არის ყველაფერი ავადმყოფობა და ის უნდა განიკურნოს. რა თქმა უნდა, თვითონ ამ სისტემას აქვს გარკვეული მექანიზმებიც ამის განსაკურნად და ისიც კი რომ მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინში არსებობს გარკვეული წერტილი, რომელზე დასხივების შედეგადაც შესაძლებელია ადამიანს სრულყოფილად მოუსპო ოცნების და წარმოსახვის უნარი. ხო. და ამ D503-საც სჯერა, რომ ეს ასეთი დაავადებულია და ფიქრობს იმაზე, რომ გაიკეთოს თუ არა ეს ოპერაცია, სადაც ის განიკურნება ამ დაავადებისგან, სიყვარულისგან და ოცნებისგან. ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ჯორჯ ორველის 1984-თან და ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყაროსთან. ზამეტინის ჩვენ მათ მსგავსად თითქოს უბრალოდ ფანტაზიაა და შორეული მომავალი სამყარო, მაგრამ სინამდვილეში ის რეალობის ამსახველი გამრუდებული სარკეა. ეს ამბები არ არის რაღაცა გაფრთხილება, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, არამედ ის გვაჩვენებს თუ რა ხდება ახლა აწმყოში რეალურად და გულგრილობამ თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი, რომ ეს შეიძლება მიიყვანოს აპათიამდე და რა შედეგი დგება, როდესაც თავისუფლება ეწირება დაცულობას და კომფორტს. ანუ თავიდან ყველაფერი ეს იწყება ჩუმად, შიშით, დუმილით, შემდეგ უკვე ტყუილის მიმღებლობით და საბოლოო ჯამში სრულდება აზროვნების აკრძალვით. და ჩდება კითხვა, თუ რა რჩება ადამიანისგან, თუ მას წავართმევთ ჩვენ თავისუფლებას, ინდივიდუალიზმს, საიდუმლოებს, თუ მას არ მივცემთ საშუალებას, რომ დაუშვას შეცდომები, რა არის მაშინ ადამიანი. ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ავტორი ძალიან უსწრებდა თავის ეპოქას და ეს წიგნი ალბათ დღევანდელობას უფრო უკეთესად ერგება. თუნდაც მაგალითად დღევანდელ დიგიტალურ ტექნოლოგიურ განვითარებას, მაგალითად, როდესაც გამჭირვალეობა და პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა და ეს თვალთვალი უკვე ძალიან ნორმალური გახდა და ეს არის უკვე წიგნში აღწერილი შუშის კედლები ფაქტობრივად დღევანდელი ეკრანია. ადამიანები პოპულარობისთვის უკვე თავიანთი ნებით თმობენ თვითონ პირად სფეროს. ეს წიგნი კი წინასწარმეტყველებს, რომ ცხოვრება დაუნდობელია, მაგრამ ინდივიდუალიზმის ძალა არის უბრალოდ შეუკავებელი. რომ ადამიანად ყოფნა დამორჩილება კი არ არის, არამედ მუდმივი ეჭვია, მუდმივად კითხვების დასმა, რომ რაღაც საათივით აწყობილი ყოველდღიურობა კი არ არის ადამიანობა, ეს არის შინაგანი აფეთქება, ეს არის ყოველთვის რაღაც ახალის აღმოჩენა, შეცდომების დაშვება, ამ შეცდომებზე სწავლა, რა თქმა უნდა, სიყვარული, ვნება, ანუ ეს ყველაფერი, რაც ადამიანს ავითარებს და გადაყავს შემდეგ საფეხურზე. რომ ყველაზე მთავარი ეს არის აზრი, რომელიც ჩდება ადამიანში და რომელიც ფაქტობრივად ყველა კედელს დაანგრევს და რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, თვითონვე რომ მოინდომოს არათუ სისტემამ, ამ ადამიანობას, ამ თავისუფალ აზრს და თავისუფლებისადმი ტოლვას ვერასოდეს ვერ მოსპობს საკუთარ თავში. მოკლედ, მინდოდა ამ წიგნზე მოყოლა და მინდა რომ გირჩიოთ, ეს არის ძალიან კარგი წიგნი, რაც მთავარია შინაარსობრივად მართლა ძალიან საინტერესოა და არ ინანებთ თუ წაკითხავთ. თუ საინტერესო იყო ჩემი ვიდეო თქვენთვის და თუ დაგაინტერესებთ, დამიწერეთ უბრალოდ კომენტარებში და ვეცდები რომ მომავალშიც მოგაწოდოთ ამა თუ იმ წიგნზე პატარა ინფორმაცია.
დიდი მადლობა და კარგად.